მოგესალმებით მეგობრებო, დღესაც წარმოგიდგენთ ახალ თამაშს ჩვენს ბორდოთეკაში Lions of Lydia. მისი დიზაინერი გახავთ ჯონი პეკი და გამომცემლობა Bellwether Games. ამ თამაშს თამაშებული 28 მოთამაშეს 13 პლეიოფს აქსაკი და 30-დან 60 წუთამდე გრძელდება თითოეული სესია. თამაში საკმაოდ მარტივია, შინაარსობრივად ჩვენ ვიყოფებით ლიდიის სახელმწიფოში, მაშინ როდესაც მეფე კროზოსმა როგორც პირველი მოინტები უნდა შემოიყვანოს სავაჭრო მიმოქცევაში და ჩვენ გვყავს ამისთვის ჩვენი ვაჭრები. არის 4 კარიბჭე ქალაქში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ მივიღოთ სხვადასხვა რესურსები, მე რესურსები გადავცვალოთ ახალ სავაჭრო ერთეულში ოქროში, რომელიც აქ არის მოცემული. მე ამ ოქროებით შევიძინოთ ახალ ბარათები, რომლებიც მოგცემს გამარჯვებით ფულებს, ან თამაშის მიმდინარეობისას პასიურ ძალებს. კონდეს კონტაქტი ასევე ლიდიელ ვაჭრებთან, რომლებიც არიან პირველადი წყაროები ზუსტად ამ ოქროების მიღების და შემდეგ უკვე როგორც კი რაღაცა ოდენობის ბარათებს დავაგროვებთ და განავითარებთ, თამაში დასრულდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტოპრები, რომელშიც ჩაყრილი არის 4 სხვადასხვა ფერის მოვაჭრე, 4 სხვადასხვა ფერის მოვაჭრე არიან სხვადასხვა კარიბჭეებთან და ასევე 4 მოვაჭრე არის აი ამ ცენტრალურ ფანტანთან. ბარათები როგორც ხედავთ იყოფა რამდენიმე ტიპად, ვერცეს ბარათები, რომლებიც მოცემულია ქვებით. 4 მხარეს ოქროს ბარათები, რომლებიც მოცემულია შუაში თითო წელი და იასამნისფერი ბარათები, რომლებიც ასევე მოცემულია 2 წელი, როგორც ხედავთ თითო მხარეს. ვერცეს ბარათები და ოქროს ბარათები მოგცემს მიმდინარე ძალებს, რაღაც პასიურ ძალებს თამაშის განმავლობაში, ხოლო იასამნისფერი ბარათები მოგცემს თამაშის ქულებს, იმის მიხედვით გვექნება თუ არა შესრულებული წინაპირობები. რაც შეეხება ჩვენს ბორდზე, როგორც ხედავთ, 4 სხვადასხვა რესურსის მარკერია, რომელსაც ჩვენ თამაშის განმავლობაში ავიღებთ ხოლმე, ასევე ქვევით მოცემული არის ჩვენი რეპუტაციის მარკერი და ესეც გვიჩვენებს, რაც შეიძლება მაღალზე იყოს, რადგან მეტი ქულები ავიღოთ. გვაქვს საწყისი საკუთრების ბარათი, რომელიც უკვე გვაძლევს პასიურ ძალას. ამ შემთხვევაში მე მეუბნება, რომ თუ მწვანე ვაჭარს გავუშვებ მწვანე გეიცზე, მივიღებ დამატებით ერთ ამ მწვანე რესურსს, რაც რა თქმა უნდა კარგი იქნება. მე შემიძლია რომ ეს ბარათი შემდეგ დავააპგრეიდო, მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი გავიოთ რა მოქმედებას ვაკეთებთ. სულ გვაქვს 2 მოქმედება განსახორციელებაც, მაგრამ სვლა ყოველთვის შედგება ერთ და იგივე ქვენებებისგან. პირველად უნდა გააკეთოთ თქვენი აბგიდან რენდომზე ამოიღოთ ერთი ვაჭარი. ამ შემთხვევაში მწვანე ვაჭარი. შემდეგ უნდა გადავწყვეტ ეს ვაჭარი მე გავუშვა რომელიმე კარიბჭეზე თუ გავუშვა ფანტანთან. ამის მერე ჩემი მოქმედებები განისაზღვრა ის მიხედვით რომელს გადავწყვეტ. შემდეგ, როდესაც გავაკეთებ ჩვენს მოქმედებებს, ერთი ვაჭარი უნდა დავებრუნო ფანტანიდან ისე ჩვენს აბგაში. ანუ ყოველთვის ჩემთვის დააწყეში და ჩემთვის ბოლოს, ჩემს კისაში უნდა იყოს 4 ვაჭარი. გაფერის იქნება ვაჭარი, ამასა გადავწყვეტ თავისთავად, მე შემიძლია რომ ჩემი ჩამოდებული ვაჭარი, რომელიც ჩამოვედი ფანტანთან უკან დავებრუნო, ან ნებისმიერ სხვა წავიღო, თავარია რომ ფანტანთან არსებული ვაჭრებიდან ერთ-ერთი დავებრუნო უკან. მოგეთ, მომავიღე მწვანე ვაჭარი და მინდა რომ გავუშვა გეიცზე და გუპრიანია ჩემთვის რომ მწვანე გეიცზე გავუშვა, რადგან ჩემი ბარათი, ჩემი საკუთრების ბარათი მეუნება რომ თუ მე მწვანე ვაჭარს გავუშვებ მწვანე გეიცზე, მე დამატებით მივიღებ კიდე ერთ მწვანე რესურსს. აი ავიღეთ, დავდევით აქ და ამის შემდეგ ვაკეთებთ თანმიმდევრობით შემდეგ რაღაცებს. პირველი ვაკეთებთ, ვააქტიურებთ ჩვენს საკუთრების ბარათებს. ამ შემთხვევაში ჩვენ შევასრულებთ ჩვენი საკუთრების ბარათის მოთხოვნა და შესაბამისად მე მივიღე ერთი მწვანე რესურსი. შემდეგ სხვა ბარათები არ მაქვს, შემდეგ გადავდივარ უკვე ვიღებ რესურსებს გეიტთან არსებული ვაჭრების მიხედვით. ამ შემთხვევაში მე ვიღებ იმ რესურსებს, რომლებიც არის მოცემული, რომელიც ფერის ვაჭრებიც არის მოცემული აქ. ანუ კიდე ერთი მწვანე რესურსი და ერთი ყვითელი რესურსი. შემდეგ მე შემიძლია რომ განახორციელო ვაჭრობა, მე რომ წავსულიყავი ლიდიელი მოვაჭრით, ანუ ამ ოქროსფერი მოვაჭრით, რომელსაც სხვადასხვა ხერხებით ვიღებთ. ან აქ დამხვედრო და ლიდიელი მოვაჭრე, მე შემეძლო გამეცვალა ჭიშკრის შესაბამისი ფერის რესურსი 1-1-ზე გაფრის რეიტით ოქროში. მე რომ
ხოლო და ახლა ეს ვაჭარი და უშუალოდ მომეყვანა აქ, ან აქ დამხმარე და მე შემეძლო მწვანე რესურსი გადამეხადა 2 და 2 ოქრო ამეხო. აქ უნდა გავთვალისწინოთ ერთი წესი, რომ ვალდებულები არ ხართ ეგ გააკეთოთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ რომ გააკეთოთ, მაშინ იმდენი უნდა დახარჯოთ მწვანე, რამდენიც გახსნა რომ მაქსიმალურად უნდა დახარჯოთ, არ შეგიძლიათ რაღაცაზე, თქვა 2 დახარჯოთ, ესე დაიტოვოთ. თუმცა ოქროების ლიმიტი გააქვს, ანუ ოქრო 12-ზე მეტი არ შეგიძლია გქონდეთ დაგროვებული. ოქროები რაში ვჭირდება? მარტივად შეხედავთ, რომ ოქროები ვჭირდება იმისთვის, რომ ბარათები ვიყიდოთ, იასამისები ბარათები, რომლებიც როგორც გითხარით, თამაშის დაწყეში ვჭირდება იმისთვის, რომ გამარჯვების ქულები დამატებით მოგწეს თამაშის ბოლოს. ამის შემდეგ, ახლა მოვაჭრებავთ რომ ვაკეთებ, იმიტომ რომ ლიდიელ მოვაჭრე არ მყავს, ამის შემდეგ ერთ-ერთ ვაჭარს დავებრუნებ ჩემს კისერში და მე მწვანე ვჭირდება, შესაბამისად მწვანეს დავებრუნებ უკან. თავისთავად უნდა დავაკვირდეთ ბარათებს, რომლებიც შესაძლოა შეგვიძლია შემდეგში და ეს ბარათები ითხოვს სხვადასხვა რესურსების დახარჯვას, რომ შევიძინოთ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ დავაკვირდებით ჩვენს დაშფოთზე არსებულ მოცემულობას, როდესაც ავდივართ მაქსიმუმზე, ანუ 6, როდესაც ავდივარ რომელიღაც რესურსზე, მე ამ დროს ვიმატებ ინფლუენს, ანუ გადავდივარ აქ და შესაბამისად ვიღებ ვააქტიურებ შესაბამის ბონუსებს. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე ავიდე 6-ებზე, 6-ზე ვიყო, მალე ავიდე და ჩამოვიდე, რომ ჩემი გავლენა ასე თქვა გავზარდო, რაც შეიძლება სწრაფად. მოგეთ, ეგ იყო ჩემი სვლა. ეხლა ნახოთ მეორე მოქმედება რა შეგიძლია გააკეთო, როგორც ვთქვით, მეორე ვარიანტია გავუშვა ფანტანთან. ამოვიღე ყვითელი მუშა და მე გადავწყვიტე, რომ ის მუშა გავუშვა ფანტანთან. ფანტანთან გაშვების შემდეგ ჩემი მოქმედება იცვლება შემდეგნაირად, რომ მე შემიძლია ერთ-ერთი ბარათი ვიყიდო. ნებისმიერ ბარათს შემიძლია ვიყიდო. ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვიყიდო ეს ბარათი, იმიტომ რომ მაქვს 2 მწვანე და 1 ლურჯი რესურსი. დავიკერე 2 მწვანე და 1 ლურჯი რესურსი. ეს ბარათი ავიღე და წავავიღე და ახლა უკვე მეუნება ეს ბარათი მეუნება, რომ აწი, როდესაც მე მწვანე მუშას გავუშვებ ამ მწვანე ან ლურჯ ჭარიბჭეზე, მე მივიღებ მწვანე რესურსს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად სინერგიას ახდენს აი ამ ჩემს უკვე არსებულ საკუთრებად ბარათთან და შესაბამისად ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მწვანე მოვაჭრები მეტი მყავდეს, იმიტომ რომ რეალურად უკვე თითოეულ მწვანე მოვაჭრის გაშვებაზე მწვანე ჭარიბჭესთან მე მივიღებ უკვე 2 დამატებით მწვანე რესურსს. თან მე შემიძლია ამავე სვლაზე რომ მქონდეს შესაბამის რესურსები, კიდე გადავიხადო 2 მწვანე და 1 ლურჯი, დავააპგრეიდო ეს ბარათი, რომელიც უკვე თამაშის ბოლოს 6 ქულას მომცემს და უკვე ჩემი მოქმედება გაცილებით უფრო ძლიერი იქნება შემდეგი სვლებისთვის. აქაც ესეთი რაღაცა არის, როგორც ხედავთ. ანუ თქვენ, როდესაც მიდიხართ გეიცე, შეგიძლიათ გადაიხადოთ შესაბამის რესურსები და იყიდოთ ბარათი და ასევე იმ სვლაზევე გადაიხადოთ შესაბამის რესურსები და დააპგრეიდოთ ნებისმიერი ოდენობის თქვენი საკუთრების ბარათები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედებაა. ოქროსფერი ბარათები ფულს გაძლევთ, როგორც ხედავთ. ამ შემთხვევაში ეს ფულს გაძლევთ, ისიც ფულს გაძლევთ და ყველა ოქროსფერი ბარათი, როგორც ხედავთ, ფულს გაძლევთ. ამ შემთხვევაში 2 ფულს მოგცემთ, ხოლო რაც შეეხება იასამისებ ბარათებს, ისინი არის თამაშის ბოლოს დამატებით ქულების მომცემი ბარათები. და ნუ მარტივი გამოსაცნობია, რომ ეს ბარათი ჩვენ გვეუბნება, რომ თამაშის ბოლოს რამდენი 2 წითელი რესურსიც გაქვს, იმდენი 6 ქულას მიიღებ. ანუ შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ავიდეთ 18 ქულაზე, თუ ჩვენ ამ ბარათს გავმაქსავთ, რა თქმა უნდა. Basically ეგ არის სულ მთელი თამაში. როდესაც თქვენ გადადიხართ თქვენს ინფლუენსზე მეორე ტრეკზე, თქვენ იღებთ თქვენს ლიდიელ ვაჭარს და ანთავსებთ ფანტანთან და ასევე როდესაც თქვენ იყიდით ოქროს ბარათს, იღებთ ლიდიელ ვაჭარს და ათავსებთ მას ფანტანთან. კიდევ ერთხელ ლიდიერი ვაჭარი უბრალოდ გაძლევს საშუალებას, რომ თქვენ გაცვალოთ რესურსები ფულებში და ფულები გარდა იმისა, რომ გინჭირდებათ, რომ შეიძინოთ აი ეს ბარათები, ასევე არის wild სიმბოლო, იმისთვის, რომ შეიძინოთ ბარათები ან დააპგრეიდოთ ბარათები, შესაბამისად შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენოთ, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ შეძენისთვის და დააპგრეიდებისთვის და არა იასამისები ბარათების მოცემულობისთვის. ანუ ამ შემთხვევაში 2 ოქრო თუ მაქვს, არ ნიშნავს, რომ 2 წითელი რესურსიც მაქვს და მაგისთვის არ ჩაიქმნება wild-ად. კიდე რას გვაძლევს ჩვენი პლანშეტი? მოდი გავიაროთ მოკლედ. ეს გვეუბნება, რომ მაქსიმუმ 3 ბარათი შეგვიძლია გქონდეს, სანამ აქ ავართ. აქ რო გადავადოთ უკვე 5 ბარათი შეგვიძლია გქონდეს, აქ უკვე 8 ბარათი შეგვიძლია გქონდეს და 2 ფულს ავიღებთ. აქ უკვე ულიმიტო ბარათების ოდენობა შეგვიძლია გქონდეს. დამატებით თამაშის ბოლოს 4 ქულა, თამაშის ბოლოს 10 ქულა, თამაშის ბოლოს 18 ქულა და ესენი კუმულაციური არა, რა თქმა უნდა, რომელზეც გავდივართ, ის არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქ დავაკვირდებით, თუ თქვენ გავხდით სულ ბოლო, ასე ვთქვათ, ნაწილზე, ეს გეუბნებათ, რომ ყოველი მწვანე სიმბოლო თქვენთვის არის ნებისმიერი სიმბოლო და wild-ად შეიძლება ჩათვალოთ. სულ ეს არის Lions of Lydia
საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ მარტივი გასაგები თამაშია, თუმცა მოითხოვს თქვენგან სტრატეგიულ აზროვნებას, პარათებზე დაკვირებას, სხვა მოთამაშის სტრატეგიების განსაზღვრას, ისევე როგორც პრინციპში ყველა ესეთი light game, რომელსაც აქვს თავისი სტრატეგიული აზროვნებისთვის საუცლებელი კომპონენტებით ჩახსოვილი თამაში. ამ ვერსიას რეალურად მოყვება ექსპანსიის კომპონენტებიც, მოდულარული ექსპანსიებია, დაახლოებით 8 თუ 9 მოდული შეგიძლია გამოიყენოთ. ეს არის სულ Lions of Lydia, იმედია მოგეწონათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.